გუჯა რა ხდება მიუნხენში? კარგი ეკონომიკური ზრდა, კარგი საფეხბურთო კლუბი, კარგი ლუდი, მიშა ყველაფერი კარგი რა. და სალომე ზურაბიშვილის და ქართველი სტუდენტების შეხვედრაზე გეკითხები მე. ეგ აქ არის, ხო? მაგ მხრივ კარგი არაფერი მიშა, პრეზიდენტი ეხლა სტუდენტებს ეჩხუბა რა. ანუ შეხვედრამ დაძაბულად ჩაიარა? მიშა პრეზიდენტმა სტუდენტებს სულ ნაცები ეძახა და შენ გადაწყვიტე ახლა როგორ ჩაიარა შეხვედრა. სულ ეს იყო შეხვედრაზე? არა, უწიგნურებიც ეძახა სტუდენტებს. და გუჯა რამ გამოიწვია პრეზიდენტის ასეთი გაღიზიანება? სტუდენტებს სხვა კითხვები ჰქონდათ მომზადებული და ამას სხვა პასუხები ჰქონდათ დაზაპირებული მიშა რა. და სტუდენტებმა რა კითხეს, მოკლედ რო გითხრა? მოკლედ სტუდენტებმა სალომეს არ დაუჯერეს. კარგი, ვცლად მოგვიყევი. წაუკითხეს მისივე 2017 წლის განცხადება, სადაც ზურაბიშვილი აკრიტიკებს ნატოს წვრთნებს საქართველოში. სალომემ თქვა, რომ ესეთი ადამიანი აღარ ვარ, უკვე შევიცვალეო, მაგრამ სტუდენტებმა არ დაუჯერეს რა. რავი, სალომეს გამოსწორების პრინციპში მეც არ მჯერა ასე მალე. ხო და შენც ნაცი ხარ სალომეს თვალში მიშა. ისე მაინც მესმის რაღაცნაირად სალომესი რა. რას გულისხმობ? ადამიანი ჩამოვიდა სპორტზე და კულტურაზე სასაუბროთ, ამათო კიდე პოლიტიკური კითხვები დაუსვეს მიშა რა. ხო, მაგრამ პრეზიდენტი პოლიტიკური ფიგურაა გუჯა. კაი თუ ჩემი ზღვა ხარ. ეს სტუდენტების მიშა ისე ეს დიახ ეს სტუდენტებსაც მინდა გითხრა, ეს სტუდენტების მაგრები არიან. ვინც ხო იცი რომ ვინც არის ჩვენი პრეზიდენტი და რას უსვა მეგეთ კითხვებს. გაანებე თავი, ან ცალკე კითხე რა. აი ჩვენთვის არის ბოლოს სუდით ხო ხედავ. თვითონ სტუდენტები რას ამბობენ გუჯა? სანამ ეგ არის პრეზიდენტი, ჩვენ საქართველოში არ ჩამოვალთ. მართლა ასე ამბობენ? არა, მაგრამ მე ასე მოვიქცეოდი მაგათ ადამიანს. კარგი, მადლობა გუჯა, გემშვიდობები. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ ჩვენი გვერდი. თუ არ მოგეწონათ, მაინც დალაიქეთ თქვენი რამე.